ქრისტეს მიერ საყვარელო, მამანო, დედანო, ძვანო და დანო. ჩვენ ვიმყოფებით სულთმოფენობიდან 30 შვიდეულში და ამ შვიდეულის კვირა გახლავთ ქრისტესშობის წინა კვირა. ამიტომაც საკვირაო წირვაზე სახარება იკითხება ქრისტესშობასთან დაკავშირებული და მთავარი აზრი აი ამ ადგილისა სახარებისეული ქრისტესშობასთან დაკავშირებული ადგილისა არის ჩვენება იმისა, რომ ქრისტესშობა ეს იყო ღვთის განკაცება. იკითხება მათეს სახარების პირველი თავის 25 მუხლი, მაგრამ ჩვენ გამოვყოფთ რამოდენიმე მუხლს, სადაც აი ჩანს სწორედ ეს ღვთის განკაცება. დავიკითხოთ აი ეს მუხლები. ხოლო იესო ქრისტეს შობა ესრეთ იყო, რამე თუ თხოვილიყო დედამისი მარიამ იოსებისა და ვიდრე შერთვადმდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა. ხოლო იოსებ ქმარი ამისი მართალი იყო და არა უნდა გამხილება მისი, იზრახა ფარულად განტევება მისი. აი ამ ორ მუხლში მოთხრობილია ამბავი იმის შესახებ, რომ მარიამი იყო დაწინდული მართალ იოსებზე. მარიამი, როგორც ჩვენ ვიცით, 3 წლიდან ტაძარში იზრდებოდა და ტაძარში, ესე იგი, უკვე როდესაც დასრულდა მისი ყოფნის ჟამი, 16 წლის როდესაც შეიქმნა, იგი უკვე დაბრუნდა ისევ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და წესი იყო ესეთი, რომ აუცილებლად მაშინ არ იყო სამონასტრო ცხოვრების ტრადიცია იუდეველთა საზოგადოებაში და აუცილებლად უნდა ოჯახი შეექმნა. და მარიამს უკვე აღთქმა ჰქონდა დადებული, რომ იგი შეინახავდა ქალწულებას, დაიცავდა ქალწულებას და სიწმინდეში იცხოვრებდა. აი აქ, ესე იგი, მაშინდელი უხუცესები აღმოჩნდნენ გარკვეული დილემის წინაშე, იმიტომ რომ ერთის მხრივ არ უნდათ, რომ მარიამს ეს აღთქმა დაერღვია, ეს ძალიან ესეთი სათნო ესე თქვათ სურვილი იყო, მაგრამ მეორეს მხრივ ეს კანონიც არ უნდა დარღვეულიყო, ის უნდა დაოჯახებულიყო. ანუ მიმართეს ასეთი გზა აირჩიეს, ასეთ საშუალებას მიმართეს, რომ შეარჩიეს მართალ იუდეველთა შორის ასაკოვან უხუცეს ძალიან მაღალი სულიერების ასე ვთქვათ პიროვნებებს შორის შეარჩიეს აქაც ღვთის რასაკვირველია განგების საფუძველზე გარკვეული სასწაული იხილეს და აი ის ვიზეც ნიშანი იყო უფლისა სასწაულებრივი, აი ის პიროვნება ასე ვთქვათ გადაწყდა, რომ იქნებოდა ქმარი მარიამისი, მაგრამ რასაკვირველია ამ იოსებმაც იცოდა და ყველა ამ უხუცესებმა იცოდა, რომ ეს ქორწინება იქნებოდა ყოველგვარი ხორციელი ურთიერთობის გარეშე. ანუ იოსები იქნებოდა მცველი მარიამისა. და ასე ვთქვათ, მართლაც მოხდა დაწინდვა. და წერია, რომ ვიდრე შერთვამდე, ანუ ვიდრე ეს უკვე ქორწინების რიტუალი ჩატარდებოდა, ანუ ასე ვთქვათ, ცოლქმრული ერთობის, ასე ვთქვათ, უკვე რიტუალი ჩატარდებოდა, მანამდე ის იოსებმა იხილა, რომ მარიამი არის მიდგომილი, ანუ დაორსოლებული. და ძალიან შეწუხდა. მან ჩათვალა, რომ ესე იგი მარიამი ჰქონდა ურთიერთობა მამაკაცთან და აი ამის გამო იგი არის დაორსულებული. და ვინაიდანაც მართალი იყო, აი რას ნიშნავს მართალი? ესე იგი
განსაკუთრებული ძველ აღთქმაში წმინდანებს მართალს უწოდებდნენ და ესეთი სიწმინდით გამორჩეული კაცი იყო. ხოლო მას რომ ეს საჯაროდ განეცხადებინა, ქვებით უნდა ჩაეკოლათ მარიამი. რომ არ განეცხადებინა, ეს ნიშნავდა, რომ ესე იგი ის ჯულს არ ღვევდა. ეს არ დაფარვაც არ შეიძლებოდა. და მან ასეთი გამოსავალი იპოვა, რომ განუტევა, ანუ განქორწინა, აი წინდობის ჩაიფიქრა უფრო სწორედ, რომ წინდობას გააუქმებდა, ანუ მოხდებოდა ესეთი წინდობის დარღვევა. და ფაქტიურად მარიამი იქნებოდა წინდობისაგან, აი ამ ოჯახური პასუხისგებლობისგან თავისუფალი. და აი ზუსტად ამ დროს მას ეცხადება მთავარანგელოზი გაბრიელი. და აი წავიკითხოთ, რას ეუბნება მთავარანგელოზი გაბრიელი. და რაც თავარია, აი ეგ ჩვენ რაც მუხლებში წავიკითხეთ, რომ მარიამი მიდგომილი იყო, ოღონდ ეს არ იცოდა იოსებმა, მას ეგონა, რომ ეს ჩვეულებრივი ასე ვთქვათ, წესით, ანუ მიწიერი, ხორციელი ურთიერთობის, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის შედეგად იყო იგი მიდგომილი, მაგრამ იქვე წერია, რაც იოსებისთვის ჯერ არ იყო ცნობილი, რომ სულისაგან წმინდისა, ანუ ეს მისი ჩასახვა მასში, ასე ვთქვათ, ნაყოფისა მოხდა სასწაულებრივად, ანუ სული წმინდა წმინდისგან ჩაისახა მასში ეს ნაყოფი. აი ხა რას ეუბნება მთავარანგელოზი გაბრიელი. და ვით არ იგი ამას განიზრახვიდა ოდენ, აჰა ანგელოზი უფლისა ჩვენებით გამოუჩნდა მას და რქუა, იოსებ ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყვანებათ მარიამისა, ცოლისა შენისა, რამე თუ რომელი იგი მისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს. ესე იგი, ანგელოზი ეცხადება იოსებს და ეუბნება, რომ შენ ნუ იფიქრებ, რომ ეს რაღაცა ცოდვის შედეგია, მისი ასე ვთქვათ, დაორსულება, იგი სულისაგან წმინდისა არს. ესე იგი, მისი დაორსულება და საკვირველია უკვე ესე იგი ხდება იოსები ხდება, რომ აქ რაღაც დიდ საიდუმლოსთან აქვს მას საქმე. ამის შემდეგ ასე აგრძელებს გაბრიელ მთავარანგელოზი მასთან საუბარს. შვესძე და უწოდიან სახელი მისი იესო, რამე თუ მან იხსნეს ერითვის ცოდვათა მათთაგან. ესე იგი, ამის შემდეგ ეუბნება უკვე მთავარანგელოზი გაბრიელი, რომ იგი გააჩენს ვაჟს, ძეს და მას უწოდებენ სახელად იესოს. და იგი იხსნის თავის ერს ცოდვათაგან. რამე თუ იგი იხსნის, ესე იგი, იმიტომაც უწოდებენ იესოს, სიტყვა იესო ებრაული სიტყვა და ნიშნავს მაცხოვარს. ანუ რატო უწოდებენ მაცხოვარს განმარტავს ესე იგი მთავარანგელოზი გაბრიელი, იმიტომ რომ იგი თავის ერს აცხოვნებს ამ შემთხვევაში, ესე იგი გაანთავისუფლებს იმ ცოდვისაგან, უბრალოდ გაანთავისუფლებს ცოდვებისაგან, რის გამოც ერი და საერთოდ მთელი კაცობრიობა და არა მარტო იუდეველთა, არამედ იუდეველი ერი, არამედ მთელი კაცობრიობა იყო მოწყვეტილი ღმერთს, ანუ ეშმაკის მონობაში იყო მას შემდეგ, რაც ადამმა და ევამ ჩაიდინეს ცოდვა, მათი მოდგმა იყო ეშმაკის ტყვეობაში, რადგანაც იქ სადაც ცოდვაა, იქ სულიწმინდის მადლი ვერ დაივანებს და აი კაცობრიობა მოწყდა ღმერთს და აი ამ მოწყვეტის შედეგად იგი აღმოჩნდა ეშმაკის ტყვეობაში და აი
აი ამ ცოდვისგან განთავისუფლება, თუ ადამიანი ცოდვისგან განთავისუფლდება, მაშინ მისი სული, კვლავ ცოდვისგან თავისუფალი სული, ეს არის წმინდა ჭურჭელი და წმინდა ჭურჭელში დაივანებს კვლავ სული წმინდა, ანუ ღვთაებრივ ღმერთთან კავშირი აღდგება და ადამიანი აი ამ სწორედ ეშმაკის და სიკვდილის მონობისაგან განთავისუფლდება. ანუ სიცოცხლეში, ღვთაებრივ სიცოცხლე დაუბრუნდება. მას დაკარგული აქვს ღვთაებრივი სიცოცხლე. და აი ამ სიცოცხლეს დაუბრუნდება. და ეს არის მთავარი, ესე იგი, ტრაგედია კაცობრიობის, რომ კაცობრიობა მოწყდა ღმერთს, ღვთაებრივ სიცოცხლეს. და ამიტომ ღვთაებრივ სიცოცხლისაგან მოწყვეტა ნიშნავს სიკვდილს, პირველ რიგში სულიერ სიკვდილს. და აი ამ სიცოცხლეს დაუბრუნებს. აი ამ სიკვდილის ტყვეობისგან გაანთავისუფლებს. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზს უსვამს, რომ ცოდვათაგან გაანთავისუფლებს, იმიტომ რომ ეს არის მთავარი ბოროტება. ღმერთისგან მოწყვეტა არის მთავარი ტრაგედია და ბოროტება ადამიანის ცხოვრებაში. იმიტომ რომ ღმერთისთან კავშირი არის, ასე ვთქვათ, ყველა ნეტარების საფუძველი. მის გარეშე ადამიანი, ასე ვთქვათ, დაცლილია ყველა სიკეთისაგან და განწირულია ტანჯვისა და მარადიული ესეთი მწუხარებისათვის. და აი კიდევ ის არის მნიშვნელოვანი, რომ მოლოდინი მესია ცხებულს ნიშნავს და მართალია მეფეებიც იყვნენ ცხებულები, წინასწარმეტყველებიც, ღვთაემთავრებიც, მაგრამ იუდეველთა, ასე ვთქვათ, სწავლებით, უпроსორეთ ძველი აღთქმის საღვთო ჯული ასწავლიდა, რომ მესია იქნება ის, ესე იგი, მთავარი ცხებული არის ის, ვინც მთელ კაცობრიობას, ამ შემთხვევაში იუდეველთა ერზე იყო, ურჩეულ ერზე იყო ლაპარაკი, მაგრამ იგულისხმებოდა მთელი კაცობრიობა, ვინც გაანთავისუფლებს კაცთა მოდგმას აი ამ ცოდვის მონობისაგან და აი ეს არასწორად იყო მესია გაგებული იუდეველთა შორის, ისინი ელოდნენ არა სულიერ განთავისუფლებას, არა ცოდვის მონობისგან განთავისუფლებას და არა სასუფეველში, ასე ვთქვათ, დაბრუნებას, არამედ ამ ქვეყნიურ მიწიერი მონობისაგან, მცირერიცხოვანი ერი იყო იუდეველი ერი, ისრაელი და მუდამ მონობაში იყო, მუდამ ასე ვთქვათ, დაპყრობის სხვა დიდი სახელმწიფოები იპყრობდნენ და აი ეს იყო მოლოდინი, რომ აი დადგებოდა ჟამი, მოვიდოდა მესია, რომელიც გაანთავისუფლებდა სწორედ მიწიერი მონობისაგან და არა უბრალოდ გაანთავისუფლებდა, არამედ იქით გააბატონებდა კიდევ სხვა, ფაქტიურად მთელ სოფლიოზე ასეთი იყო მათი ხედვა და აი აქ უსვამს ხაზს გაბრიელ მთავარანგელოზი, რომ იესოს მისია არის არა მიწიერი თავისუფლება, არამედ სულიერი თავისუფლება და აი სწორედ ეს არის მთავარი ბოროტება, ცოდვის მონობა და ცოდვის მონობისგან განთავისუფლება არის და ჭეშმარიტი თავისუფლება და აი ამას ხაზს უსვამს გაბრიელ მთავარანგელოზი და შემდეგ ესე იგი შემდეგი სიტყვები ასე გრძელდება. ესე ყოველი იქნა, რათა აღესრულოს სიტყვა იგი უფლისა პირითა წინასწარმეტყველისათა თქმული. აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემანუელ, რომელ არს თარგმანები ჩვენთან არს ღმერთი. აგრძელებს ესე იგი მთავარანგელოზი გავრიელი, რომ აი ეს ყველაფერი ხდება, რომ აღსრულდეს აი წინასწარმეტყველება ისაია წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომ ქალწული მიუდგეს, დიახ, ესე იგი, რომ ეს არის სწორედ უბიწო ჩასახვა და უბიწო შობა, ის შობს ძეს და უწოდიან სახელი მისი ემანუილ, რომელ თარგმანების არს ჩვენთან ღმერთი. ანუ აი ეს კიდევ ერთხელ ესე იგი ადასტურებს, რომ აი ეს მაცხოვარი, რომელმაც უნდა იხსნას
ერი ცოდვის მონობისაგან, აი ეს არის ღმერთი. იმიტომ რომ მხოლოდ ღმერთშეულია ადამიანის და მით უმეტეს კაცობრიობის ცოდვისგან განთავისუფლება. და ფაქტიურად ეს არის არა უბრალოდ მისი კერძო სახელი, არამედ ეს არის იმის დასტური, რომ ქრისტეს შობა ნიშნავდა ღვთის განკაცებას, რომ ღმერთი მოვიდა ხორციელად და რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია ცოდვებისგან განთავისუფლება, მაგრამ ვინაიდან უნდა მომხდარიყო სწორედ ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვის გამოსყიდვა ადამიანის მიერ, ამიტომ ღმერთმა ადამიანის სხეული შეიმოსა და სწორედ ადამიანური ტანჯვით, ჯვარცმით, სიკვდილით გამოისყიდა კაცობრიობის ცოდვები და თავისი აღდგომით სასაბამი დაუდო კაცობრიობის აღდგომას. აი ეს არის მთავარი არსი ქრისტეს შობის საერთოდ დღესასწაულისა, რომ ქრისტეს შობა ეს იყო ღვთის განკაცება, რომ იშვა მაცხოვარი სოფლისა, რომელიც ადამიანებს დაუბრუნებდა ღვთაებრივ სიცოცხლეს. ანუ დააბრუნებდა ცათასასუფეველში. აი ეს არის მთავარი არსი ქრისტეს შობის დღესასწაულისა, რომელიც სწორედ აიძინა ქრისტეს შობის წინა კვირას იკითხება და ღმერთმა მოგცეს ძალა იმისა, რომ მუდამ განვიცდიდეთ თუ რას ნიშნავს, რომ ღმერთი მოვიდა დედამიწაზე ადამიანის სახით და ჩვენთვის ჯვარზე გაეკრა, სიკვდილის გემოიხილა და ჩვენი სიკვდილისაგან განთავისუფლებისათვის თავად მიიღო სიკვდილი და თავისი სიკვდილით ჩვენ გვიხსნა სიკვდილისაგან. და აი ეს განცდა მუდამ მქონდეს თუ რაოდენ დიდი იყო ის მსხვერპლი, რომელიც ღმერთმა ჩვენთვის ადამიანებისთვის გაიღო და რომ მადლობდეთ ღმერთს და რომ ჩვენს მზად ვიყოთ მსხვერპლის გასაღებად, ისევ ჩვენივე სულის საცხოვნებლად. ოღონდ ჯობს გავიღოთ მსხვერპლი და ვიცხოვროთ სული, ვიდრე განვერიდოთ ყოველგვარ ესე ვთქვათ მსხვერპლს და სული დავტოვოთ ცოდვისა და სიკვდილის მონობაში. ღმერთმა დაგლოცოთ, გილოცავთ მოახლოებულ ქრისტეს შობის დღესასწაულს. ჩვენთან არს ღმერთი, არს და იყოს.